სანამ სეკატორს ვიხმარ, აუცილებლად გავუკეთებ დეზინფექციას, ეს არის სპირტი. თვითონ სეკატორიც გასაწმინდია, მაგრამ რადგან ყველა ინსტრუმენტი მე უკვე უნდა შევინახო ზამთრისთვის და ყველა გავწმინდო, გავასუფთავო, გავლესო, დავზეთო, ჯერ ეს არ გამიკეთებია. მაშასე, როგორც გითხარით, ეს არის ბლუერო, ანუ ცისფერი ის არის, ჯერჯერობით ის არ გავს. ამიტომ მე ხლა აი ამას ამოვიღებ, აქ ორი წვერი რო არ გააკეთოს. ესე. და აქ შევამჩნიე კიდე, რომ ერთ-ერთი რაღაც ვერ იქცევა სათანადოდ. ფიქრობ, აი ეს ნაწილიც უნდა ამოვიღო. დავათვალიერებ. საერთოდ რომ იცოდეთ, ნებისმიერი მცენარის გაკრეჭვა, გასხვა, გადაჭრა შეიძლება მხოლოდ 1/3-ით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარი განიცდის სტრესს. აი ეს არის ალისუმები, რომელიც ერთწლიანია. თავის დროზე თესლი ვიყიდე, დავთესე და შემდეგ ყვავილობს მთელი ზაფხული, მაგრამ მისი პიკი ყვავილობის არის მაინც შემოდგომა. სურნელოვანია, თუმცა არა ისეთი, რომ თავი აქ ტკივდეს, ისეთი ნაზი სურნელი აქვს. ეს ეხლა დაითესება თვითონ და წავა ამ ზამთარს, თუმცა გაზაფხულზე ამოვა. და აი ესეთი იქნება, ამაზე მზე ვერ მოხდა, შესაბამისად ყვავილიც არა აქვს. ამიტომ მე გაზაფხულზე აქ მარგლის დროს ვუფრთხილდები, რომ ესენი არ გავმარგლო იქ, სადაც მაწყობს. აი ძალიან ცუდი ვიღაცაა აი ეს სედუმები. ჯერ ერთი რო ფესვით მრავლდება. ოი, საწავი.